გამარჯობა, ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეისათვის ისევ გამოცანები გვაქვს, ამჯერად დეტექტიური. დღევანდელი გამოცანების გამოსაცნობად მაქსიმალური ყურადღება დაგჭირდებათ. თავიდანვე გეტყვით, რომ არც თუ ისე მარტივებია. ამოცანის პირობის მოსმენიდან დაახლოებით 20 წამი გექნებათ, სანამ პასუხს გეტყვით. თუ თქვენ მეტი დრო გჭირდებათ, მაშინ უბრალოდ დააპაუზეთ ვიდეო. ახლა კი დავიწყოთ შედარებით მარტივებით. მერი და ბენი 4 მეგობართან ერთად ცხოვრობენ. ერთ დღესაც სახლში დაბრუნებულმა ბენიმ დივანზე გარდაცვლილი მერი იპოვა. მან პოლიციას შეატყობინა. დეტექტივმა აღმოაჩინა, რომ მერი ახალი მოკლული იყო. მან 4-ვე მეგობარი დაკითხა. მიამ თქვა, რომ სახლში 2 საათის წინ დაბრუნდა და მას შემდეგ სამზარეულოში ტრიალებდა. ჯონმა განაცხადა, რომ წიგნს კითხულობდა ეზოში. მას ეზო მთელი დღის განმავლობაში არ დაუტოვებია. ჯენიფერმა დეტექტივს უთხრა, რომ 3 საათის განმავლობაში საცურაო აუზში ცურავდა. ჯეინი თავის ოთახში ხატავდა. დეტექტივმა მეგობრებს სთხოვა, მისთვის ხელები ეჩვენებინათ, რის შემდეგაც მკვლელის ვინაობა დაადგინა. როგორ მიხვდა დეტექტივი თუ ვინ იყო მკვლელი? პასუხია ჯენიფერი. ის რომ საცურაო აუზში დიდი ხნის განმავლობაში ყოფილიყო, მისი ხელები შეჭმუხნილი იქნებოდა. თუ რა სიტყვასაც იყენებენ ხოლმე ამ დროს. თუ დიდი დრო გაგიტარებიათ წყალში და შემდეგ ხელებზე დაგიხედავთ, მიხვდებით რასაც გულისხმობ. ჯორჯ სმიტი მოკლეს საკუთარ სახლში, კვირას საღამოს. მის სახლში სმიტის გარდა კიდევ 5 პიროვნება იმყოფებოდა. სმიტის ცოლი, ზარეული, მებაღე, მსახურთუ ხუცესი, იგივე მსახურთუ უფროსი და მოახლე. თითოეულმა მათგანმა დეტექტივ სტივენს უთხრა, თუ რას აკეთებდა ჯორჯ სმიტის მკვლელობის დროს. მისის სმიტი წიგნს კითხულობდა ბუხართან ახლოს, ზარეული საუზმეს ამზადებდა. მსახურთუ უფროსი მოსამსახურეებს დავალებებს აძლევდა. მოახლე თეფშებს რეცხავდა. მებაღე მცენარეებს რწყავდა სათბურში. ამ ჩვენებების შემდეგ დეტექტივმა მკვლელი დააკავა. კითხვა ასეთია: ვინ იყო მკვლელი და როგორ მიხვდა მის ვინაობას დეტექტივი სტივენსი? დეტექტივ სტივენს 160 IQ ჰქონდა. ეს პასუხი არ მიიღება. პასუხი ასეთია: მკვლელი მზარეულია, რადგან როგორც გითხარით, მკვლელობა ჩადენილი იყო საღამოს, ხოლო მზარეულმა თქვა, რომ საუზმეს ამზადებდა. რომ გითხარით მარტივებით დავიწყებთ თქო, მგონი მოვიტყუე, რადგან მარტივები საერთოდ არ გვაქვს. დეტექტივი რესტორანში მთვრალი კაცისა და მიმტანი ქალის კამათს შეესწრო. მიმტანი ეუბნებოდა: თქვენ უკვე შეუკვეთეთ შემწვარი ხორცი. კაცი პასუხობს: მე აქ უბრალოდ იმისთვის მოვედი, რომ 2 საათი გამიყვანა და ვცდილობ ფული დავზოგო. თქვენ მთვრალი ხართ და არ გახსოვთ თუ რა შეუკვეთეთ 2 საათის წინ, განაგრძობდა ყვირელს მიმტანი. მაგრამ თქვენ უკვე იცით, რომ მას არ შეეძლო ამ კერძის შეკვეთა. უპასუხა დეტექტივმა ქალბატონს. ჩემთან ერთად წამობრძანდით. საიდან იცოდა დეტექტივმა, რომ მიმტანი კლიენტის მოტყუებას ცდილობდა. პასუხი: საათზე ნაჩვენებია 6:15 წუთი. რესტორანში გაკრულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ძირითადი კერძების შეკვეთა მხოლოდ 3 საათამდეა შესაძლებელი. მაშასადამე მთვრალი კაცი რესტორანში არ იმყოფებოდა იმ დროს, როცა ძირითადი კერძის შეკვეთა იყო შესაძლებელი. მისტერ და მისის კლაიდები მთაში სამოგზაუროდ წავიდნენ. 2 დღის შემდეგ სახლში მხოლოდ მისტერ კლაიდი დაბრუნდა. ის მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ მისი ცოლი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა მოგზაურობისას. მომდევნო დღეს დეტექტივმა მისტერ კლაიდი დააკავა ცოლის მკვლელობისთვის. ეჭვმიტანილმა აღიარა დანაშაული და ჰკითხა დეტექტივს, თუ როგორ გაიგო მისი დამნაშავეობის შესახებ.
დეტექტივმა უთხრა, რომ მან უბრალოდ ტურისტულ სააგენტოში დარეკა და გარკვეული ინფორმაცია მოიპოვა. რა ინფორმაცია გაარკვია დეტექტივმა ტურისტულ სააგენტოში? პასუხი: მისტერ კლაიდმა მოგზაურობისთვის 2 ბილეთი დაჯავშნა, თუმცა იქიდან დასაბრუნებლად მხოლოდ 1, ანუ მას წასვლამდე დაგეგმილი ჰქონდა ცოლის მკვლელობა და ჭკუა არ იყო, რომ იქედანაც 2 ბილეთი დაეჯავშნა, ან კიდევ ზედმეტად ძუნწი იყო. ახლა კი ჩემი ფავორიტი გამოცანა. დიდი ხნის წინ ცხოვრობდა ერთი მეფე, რომელიც თავისი სამეფოს დატოვების უფლებას არავის აძლევდა და არც შიგნით უშვებდა უცხოებს. მეფის სამეფოს გარე სამყაროსთან ერთადერთი დამაკავშირებელი იყო ხიდი. ცველებს ნაბრძანები ჰქონდათ, რომ ყველა ვინც სამეფოდან წასვლას შეეცდებოდა, დაეხოცათ, ხოლო სამეფოში შემომსვლელი უკან გაებრუნებინათ. ერთ-ერთმა მცველმა დასვენება გადაწყვიტა და 5 წუთით თავის საგუშაგოში დაჯდა. 5 წუთის შემდეგ ისევ თავის პოზიციას დაუბრუნდა. ხიდის გავლას 8 წუთი სჭირდება. მხოლოდ ერთმა ქალბატონმა შეძლო გაქცევა. როგორ? პასუხი: როდესაც მცველი საგუშაგოში იყო, ქალმა ხიდზე გადასვლა დაიწყო და მთელი ამ დროის განმავლობაში, როდესაც მცველი ისვენებდა, ქალი ხიდს გადიოდა, ხოლო როდესაც მცველი თავის პოზიციაზე დაბრუნდა, ქალი შემოbrunდა და სამეფოსკენ წამოვიდა. როცა სამეფოს მოუახლოვდა, მცველმა ის უკან გააბრუნა, რადგან მეფის ბრძანების თანახმად სამეფოში არავინ დაეშვებოდა. ერთ თოვლიან დღეს შერლოკ ჰოლმსი ბუხრის წინ იჯდა თავის სახლში. ოულოდნელად თოვლის დიდმა გუნდამ მისი სახლის ფანჯარა გატეხა და ჰოლმსის ფეხებთან დავარდა. შერლოკი მაშინვე წამოდგა და ფანჯარაში გაიხედა, რათა გუნდის მსროლელი დაენახა. მან შენიშნა მეზობლის 3 ბავშვი, ძმები, რომლებიც კუთხეს ამოფარებოდნენ. მათი სახელებია ჯონ კრიმსონი, მარკ კრიმსონი და პოლ კრიმსონი. მომდევნო დღეს შერლოკმა მიიღო წერილი, რომელშიც ეწერა: კითხვის ნიშანი კრიმსონ, he broke your window. ანუ რომელმა კრიმსონმა გატეხა შერლოკის ფანჯარა. წარწერა: კითხვის ნიშანი კრიმსონო, ინგლისურად წაიკითხება როგორც question mark კრიმსონ, ანუ მარკ კრიმსონმა გატეხა შერლოკის ფანჯარა. კითხვის ნიშანი უნდა აღვიქვათ არა როგორც კითხვის ნიშანი, არამედ უბრალოდ ნიშანი, ანუ მარკი. ინგლისურად ნიშანი არის mark. ამ გამოცანის ამოსახსნელად ინგლისური ენის ცოდნა იყო აუცილებელი, ამიტომ ბოდიშს გიხდით თუ ინგლისურის არცოდნის გამო ვერ გამოიცანით. გეცნობათ ხო ეს ლოგო? რას დავინახავთ ხარის გარდა თუ კი სურათს ამოვატრიალებთ? პასუხს არ გეტყვით. შეეცადეთ კომენტარებში დაწეროთ, თუ კი გამოიცნობთ. დღეისათვის სულ ეს იყო. და ლაიქეთ ვიდეო თუ ის სახელი მოგწონთ, რომელიც გქვიათ. ნახვამდის.